მოგესალმებით მეგობრებო, ვიდრე არასწორ პოლიტიკის გამო გაზრდილ ფასებზე და მის მოგვარების გზებზე ვისაუბრებ, მინდა შეგახსენოთ, რომ ვინც არ ყავართ გამოწერილი, გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გააქტიუროთ ზარისხი ლайკი და გაუგზავნოთ ეს ვიდეო მეგობრებს. იმიტომ რომ საინტერესო იქნება, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ აწუხებს გაზრდილი ფასები. ეს გაზრდილი ფასები ბევრი ფაქტორისგან არის განპირობებული და ბევრი არასწორი ნაბიჯისგან. თუმცა ეხლა ამ ვიდეოში მე ვისაუბრებ ერთ კონკრეტულზე და მომავალშიც შემოგთავაზებთ უკვე სხვა კუთხიდან, როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ჩვენ 12 არა უკვე სართულს უკვე გონდა ვიდეო, სადაც მოკლედ თქვით როგორ შეიძლებოდა ფასების პრობლემის მოგვარება, მით უმეტეს იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც სოფლიოში არის შექმნილი ომები, მით უმეტეს ირანისა და დასავლეთ შორის, რომელმაც პირდაპირ ძალიან მძიმე დარწვა მიაყენა ნავთობის ბიზნესში შესაბამისად ბენზინის ფასი ძალიან გაზრდილია. სოფლიოში, აჩვენე საქართველოს არ არის გამონაკლისი. თუმცა ამის მოგვარებისკენ რაღაც ქვეყნებმა ძალიან მეტი ნაბიჯები გადადგეს რა. მაგალითად ესპანეთმა და ასე შემდეგ. ხო და ჩვენი ხედვა ვთქვით, რომ როგორ შეიძლება ამის მოგვარება და პირველი, ასე ვთქვით, იყო ბენზინზე აქციის გაუქმება და სამოხმარებლო პირველად მოხმარების პროდუქტებზე DGG-ს შემცირება. და ისეთ დონეზე დაწევა, როგორიც არის ევროპის სხვა ქვეყნებში. განვითარებულ, წარმატებულ, კარგ ქვეყნებში. და როდესაც ჩვენ ეს ვთქვით, რაღაცა კითხვები გაჩნდა, რომ მაგალითად, აი საიდან გააჩენთ აი აქედან გამოწვეულ ბიუჯეტის დეფიციტისთვის საჭირო ფულს. და ჩვენ პასუხი არის, რომ არ გავაჩენთ, იმიტომ რომ ბიუჯეტი უნდა შემცირდეს. ბიუჯეტი არის ხელოვნურად არასწორად რა თავიანთვის სწორად, მაგრამ ქვეყნისთვის ცუდად და საზიანოდ გაბერილი და გაზრდილი. ჯავშალოთ უფრო დეტალურად რას გულისხმობ. ანუ საქართველოში არის დარეგისტრირებული უამრავი სიპი, აი ასეულობით სიპები და აიპები, რომელთა საქმიანობაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. აკეთებენ ხშირ შემთხვევაში სრულად არაფერს და უბრალოდ ისინი არიან არჩევნებისთვის საჭირო ხალხი, რომელმაც უნდა მოაბილიზონ მოსახლეობა, ხმა მიაცემინონ, საკუთარი ხმები მიცენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ბიუჯეტისთვის ხარჯი, რომელსაც არ ვისახურებთ. ასევე სუბსიდიები, რომლებიც გამოიყენება ისევ, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაყვავილად. აი მაგალითად 2025 წელს სუბსიდიები განახორციელეს მაგალითად სოფლის მეურნეობის იყო 680 მილიონი ლარი და ბიზნესის მხარდაჭერის იყო 240 მილიონი ლარი. და ეს ფული, რა თქმა უნდა, წავიდა თავიანთ ამომრჩეველთან და შემომწირულებთან. თუმცა ეს არის ის ფული, რომელიც არის ხელოვნურად ვითომ საჭირო რაღაცა ბიუჯეტისთვის. და გაწერილია ხარჯებში, რომ ეს აუცილებელი არის. მაგრამ ეხლა ვისაუბროთ მეორე ეკონომიკურ ნაწილზე, რომ რას გამოიწვევს აქციზის გაუქმება ბენზინზე და DGG-ს შემცირება პირველად მოხმარების პროდუქტებზე. პირველ რიგში ჩემმა აქტიურმა მაყურებლებმა დარწმუნებული ვარ, რომ იცით, ლაფერის მრუდის ეფექტზე ჩვენ ასეუბრები გვაქვს. და ეს ლაფერის მრუდის ეფექტი გულისხმობს რას, რომ გადასახადების შემცირება საშუალო და გრძელ ვადაში იწვევს
შემოსავლების გაზდას ქვეყნისთვის, რა, ბიუჯეტის დას. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს, ზოგადად კერძო სექტორს ნაკლები ინტერესი აქვს რაღაცა შავი ბუღალტერიის წარმოების. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ გაცილებით ძვირი უჯდებათ იმ მომსახურების, აი ეს იურისტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, რაღაცა გამთეთრებლები თუ გამშავებლები და ასე შემდეგ, აი ამ ხალხის დაქირავება, ვიდრე დაწეული გადასახადის გადახდა. შესაბამისად, ეს მოქმედებს დადებითად და როგორც ბიზნეს უადვილდება საქმიანობა, ასევე ბიუჯეტი იზრდება. ასევე მაგალითად აქედან იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ იზრდება მოგების გადასახადი, იმიტომ რომ რაღაცა რა ნაკლები უჯდება ამის კეთება, მეწყიდის მოგების გადასახადის შესაბამისად მეტი მოიგო, მეტი გადაიხადა. არა პროცენტულად, არამედ რაოდენობრივად. მეორე, როდესაც ჩვენ საუბრობთ პირველი მოხმარების პროდუქტებზე DGG-ს დაწევის სამეულ, როდესაც შენ DGG რა არის, ხო, რომ რაღაც დამატებული ღირებულების გადასახადი. ეს დამატებული ღირებულება რა არის, ხო, ანუ სახელმწიფოს წილი რაღაცა ყოველ გაყიდულ პროდუქციაში, რომელსაც ეხნის მომხმარებელი. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ამ წილს შევამცირებთ სახელმწიფოსაც, ბიზნესს გაუჩნდება გაცილებით მეტი შესაძლებლობა ფასების კონკურენციის ბაზარზე. და შესაბამისად აქედან გამომდინარე გაიზრდება გაცილებით წარმოება, გაიზრდება გაცილებით გაყიდვები, გაიზრდება და თუ გაიზრდება ეს ყველაფერი წარმოების გაყიდვების, ამით როგორც ინდივიდები ჩვენ ვიხეირებთ, ასევე იხეირებს სახელმწიფოც. იმიტომ რომ მისი წარმოებული პროდუქტის რაოდენობა გაცილებით დიდი იქნება. და შესაბამისად ეს ბიუჯეტზე რა თქმა უნდა რომ დადებითად იმოქმედებს, ხო? ასე რომ დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი არანაირად არ ასოცირდება სიმდიდრესთან, იმიტომ რომ ის რაღაცა არ ქმნის არაფერს, პირიქით ის ანაწილებს და ანაწილებს ამ სიმდიდრეს რაღაცა რა საკუთარი, არა ქვეყნის, არამედ პარტიის ინტერესის და რაღაცა ნეპოტისტური ფაქტორებიდან გამომდინარე. და თუ ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს, ეკონომიკური დაიქნება იმდენად სწრაფი, რომ უფრო მცირე საგადასახადო განაკვეთიც კი უფრო მდიდარ ეკონომიკას შექმნის. და შეასრულებს იმ ყველა აუცილებელ ფუნქციას, რომელიც სახელმწიფო უნდა ასრულებდეს. კიდე ხა ამაზე რას უნდა ასრულებდეს, რას ზედმეს ასრულებს და რას ნაკლებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ძალიან ბევრს მომავალში. მაგრამ დღეს რაც ხდება, ყველაფერს გაცილებით ეფექტიანი შესრულება შეძლებდა. ასე რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ბიუჯეტის რაღაცა გაბერვა ადმინისტრაციული რესურსის მოზაზირად, არამედ თითოეული მოქალაქის მსყიდველთუნარიანობის გაზრდა. და სხვადასხვა მე გეტყვით, გვაქვს ეს ნათქვა, მაგრამ ანუ აი სიგიჟეა რა, რომ 2012 წელთან შედარებით 100 ლარის მსყიდველთუნარიანობა არის დაცემული 45-50%-ით რა. ანუ რასაც დღეს იყიდით 100 ლარით, 2012 წელს იყიდით 45-50 ლარით. და ეს ყველაფერი არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამო. ამ ყველაფერზე კიდევ ბევრი პრობლემაა, რაც ფასებთან დაკავშირებულია და ამ ყველაფერს ჩვენ დეტალურად ჩავშლით და შემოგერთებით უახლოეს მომავალში სხვა ვიდეოებით. საერთოდ გამოცდების პერიოდიც დამეწყო და მაქენ გამომდინარე ხშირად ვეღარ ვიდეოს, იმიტომ რომ აი გამოცდებისთვის მეცადინეობის პროცესი დაეწმებოდა, რომ თქვენ საინტერესო არ იქნება და ჩემთვის საჭიროა, რომ გამოცდები კარგად დავწერო. მაგიტომ აი ჩვენ ჩვეულ რაღაცა ვიდეოს ცოტა ხანი სამ გამოცდები მორჩება, აღარ შემოგთავაზებთ, მაგრამ როგორც კი დავამთავრებ და დაუბრუნდებით ჩვეულ რიტმს აკადემიური განათლების მიღებისას, თქვენც დაგაბრუნებთ ამ რიტმში. მადლობა.